თბილისის საქალაქო სასამართლომ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის წეზარ ჩოჩელისთვის აკუთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2013 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ წეზარ ჩოჩელის მიმართ აკუთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აკუთის ღონისძიების სახით 200.000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. სასამართლომ ბრალდებულ წეზარ ჩოჩელის მიმართ აკუთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევაზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად ყველაზე მკაცრის სახის აკუთის ღონისძიების გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა წეზარ ჩოჩელმა გლდანის მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულება დაახლოებით 23 საათზე ადვოკატების გარეშე დატოვა. ციხესთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები დახვდნენ, ისინი ჩოჩელის დაკავებას აბსურდულს უწოდებენ. საპატიმროს დატოვების შემდეგ წეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.